მოგესალმებით. დღეს ჩვენ გავეცნობით ფსიქოლოგიურ და გავლენიან თანამედროვე ნაშრომს, ფუნდამენტურ სახელმძღვანელოს, რომელმაც ნამდვილად შეცვალა გლობალური საუბარი პასუხისმგებლობაზე, ნიშნულობასა და ადამიანის დანიშნულებაზე. ჯორდან პეტერსონის ცხოვრების 12 წესი, ანტიდოტი ქაოსის წინააღმდეგ. ეს წიგნი 2018 წლის იანვარში გამოიცა კანადაში და მალევე იქცა საერთაშორისო ბესტსელერად. ლიდერობდა გაყიდვების ჩარტებში ისეთ დასავლურ ქვეყნებში, როგორებიცაა კანადა, შეერთებული შტატები და გაერთიანებული სამეფო. აგრეთვე მოიპოვა მასობრივი პოპულარობა მსოფლიოს მასშტაბით. პეტერსონის ცენტრალური გზავნილი უკომპრომისო მოწოდება ინდივიდუალური პასუხისმგებლობისკენ მკვეთრ კონტრასტში იყო გაბატონებულ კულტურულ ტენდენციებთან. მან მოუწოდა საზოგადოებას, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს, ფოკუსირებულნი ყოფილიყვნენ შინაგან წესრიგზე, სანამ გარე სამყაროსგან ცვლილებებს მოითხოვდნენ. აზრიანი ცხოვრებისკენ მიმართულმა ძლიერმა მოწოდებამ დიდი გავლენა იქონია საზოგადოებაზე, სადაც საუბარი ძირითადად ადამიანის უფლებებზე, სოციალურ თანასწორობასა და იდენტობის პოლიტიკას ეხებოდა. პეტერსონმა აქცენტი ინდივიდუალურ პასუხისმგებლობაზე გადაიტანა, რამაც დიდი გამოხმაურება ჰპოვა იმ თაობაში, რომელიც მორალური რელატივიზმის ფონზე ეთიკურ საყრდენს ეძებდა. წიგნმა მკითხველს შესთავაზა პრაქტიკული გზა თვითდაუფლებისთვის, რაც ადამიანს ფსიქოლოგიურ სიმტკიცეს მატებს ცხოვრებისეული გამოწვევების წინაშე. ეს მიდგომა უზარმაზარი მოტივაციის წყარო გახდა, რადგან რადიკალურად შეცვალა აქცენტები. მან შთააგონა ადამიანები შეეწყვიტათ სამყაროსა და გარე ფაქტორების დადანაშაულება და ნებაყოფლობით აეღოთ სრული პასუხისმგებლობა საკუთარ ქმედებებზე. სანამ დავიწყებდეთ წიგნის განხილვას, გთხოვთ, თუ თქვენთვის ღირებული აღმოჩნდება ეს ვიდეო, დააჭირეთ მოწონების ღილაკს, გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში და გამოიწერეთ არხი. ასევე თუ გაქვთ სურვილი და საშუალება, შეგიძლიათ არხს დაეხმაროთ დონაციით. თქვენი მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დოქტორი ჯორდან პეტერსონი არის კანადელი კლინიკური ფსიქოლოგი, აკადემიკოსი და საზოგადო მოაზროვნე, რომლის კარიერა რამოდენიმე ათწლეულს მოიცავს. ის ამჟამად არის ტორონტოს უნივერსიტეტის დამსახურებული პროფესორი. მისი ნაშრომი ხასიათდება ერთი შეხედვით განსხვავებული სფეროების არაჩვეულებრივი სინთეზით: ფსიქოლოგია, მითოლოგია, რელიგიური ისტორია, ევოლუციური ბიოლოგია და ნეირომეცნიერება. პეტერსონის აკადემიური კარიერა გამორჩეული და ფუნდამენტურია მისი საზოგადოებრივი გზავნილისთვის. მან მიიღო დოქტორის ხარისხი კლინიკურ ფსიქოლოგიაში მაკგილის უნივერსიტეტში. ის მუშაობდა ასისტენტ პროფესორად და შემდეგ ასოცირებულ პროფესორად ჰარვარდის ფსიქოლოგიის დეპარტამენტში. ეს პრესტიჟული პერიოდი ღრმად აისახა მის პიროვნებასა და ადამიანის მოტივაციის გაგებაზე. ჰარვარდში გატარებული დროის შემდეგ ის დაბრუნდა კანადაში, რათა დაეკავებინა პროფესორის თანამდებობა ტორონტოს უნივერსიტეტში. ის არ არის მხოლოდ კაბინეტის ფილოსოფოსი. ის არის პრაქტიკოსი მკურნალი, რომლის შეხედულებები ეფუძნება ათასობით პაციენტის პრობლემებსა და ტანჯვით სავსე ისტორიების მოსმენას. პეტერსონი განსაკუთრებით პოპულარული გახდა 2010-იანი წლების შუა პერიოდში. ეს გამოიწვია მისმა მკაცრმა საჯარო წინააღმდეგობამ კანადური კანონპროექტის C-16-ის მიმართ, რომელიც მიზნად ისახავდა გენდერული იდენტობისა და გამოხატვის დაცვის კანონმდებლობაში დანერგვას. პეტერსონმა კონკრეტული სასურველი ნაცვალსახელების გამოყენების მოთხოვნა განიხილა როგორც იძულებითი მეტყველების ფორმა, იდეოლოგიური კონტროლის საშიში წინამორბედი აზროვნებაზე. დოქტორი პეტერსონის გავლენა გამომდინარეობს უნარიდან, შეათავსოს ღრმა აკადემიური ცოდნის სინთეზი პირდაპირ უკომპრომისო ეთიკურ ინსტრუქციასთან. ის მიმართავს ინდივიდს და მოუწოდებს მიიღოს მაქსიმალური პასუხისმგებლობა, ეძიოს უმძიმესი მართვადი ტვირთი, როგორც მნიშვნელობის ერთადერთი ჭეშმარიტი გზა. წიგნის ძირითადი კონცეფცია წარმოიშვა პასუხიდან, რომელიც პეტერსონმა გამოაქვეყნა პოპულარულ კითხვა-პასუხის ვებსაიტ ქორაზე.
მან უპასუხა მომხმარებლის მიერ დასმულ მარტივ შეკითხვას. რა არის ყველაზე ღირებული რამ, რაც ყველამ უნდა იცოდეს? მისმა თავდაპირველმა ვრცელმა პასუხმა ჩამოაყალიბა 42 მარტივი, მაგრამ ღრმა მნიშვნელობის რჩევა. შემდეგ პეტერსონმა შეარჩია და გააფართოვა 12 მათგანი. სწორედ ეს 12 რჩევა იქცა ესეის სტილის თავებად საბოლოო წიგნში. წიგნის ზალა მის ხელმისაწვდომობასა და ინტელექტუალურ სიღრმეში მდგომარეობს. ის ნაწილობრივ არის თვითდახმარების სახელმძღვანელო, ნაწილობრივ ფილოსოფია და ნაწილობრივ მითოლოგიური ანალიზი. ახლა კი დროა განვიხილოთ თითოეული წესი. წესი პირველი: გაიმართე წელში და მხრები უკან გასწიე. ეს წესი წარმოადგენს მთელი ფილოსოფიის ფუნდამენტურ, ფიზიკურ იმპერატივს. ეს არის ფსიქოფიზიოლოგიური ინსტრუქცია. იგი მოითხოვს, რომ მიიღოთ კომპეტენტური მზადყოფნის პოზა. ეს არის ნებაყოფლობითი დაპირისპირება არსებობის გარდაუვალ ტვირთთან, რომელიც აძლევს სიძლიერის სიგნალს თქვენს ნეიროქიმიას. პეტერსონი ამ წესის განხილვისას იყენებს ლობსტერების დომინანტობის იერარქიის მაგალითს. ლობსტერებს აქვს შედარებით მარტივი ნერვული სისტემა. მათი სოციალური მოქმედებები ემყარება ნეიროტრანსმიტების დონეს. ლობსტერის პოზა და სტატუსი პირდაპირ კორელირებს მის ორ ძირითად ქიმიურ ნივთიერებასთან, სეროტონინთან და ოქტოპამინთან. სეროტონინი არის ნეიროტრანსმიტერი, რომელიც ზოგადად ასოცირდება ბედნიერებასთან, კეთილდღეობასთან და სტაბილურობასთან. მაღალი დონეს სიძლიერეს ნიშნავს. ოქტოპამინი არის ნეირომოდულატორი, რომელიც ლობსტერებში დამარცხებასა და სტრესთან ასოცირდება. მაღალი სტატუსის გამარჯვებულ ლობსტერს აქვთ მაღალი სეროტონინი და დაბალი ოქტოპამინი. ისინი დომინირებენ და მზად არიან ბრძოლისთვის. დაბალი სტატუსის დამარცხებულ ლობსტერებს აქვთ დაბალი სეროტონინი და მაღალი ოქტოპამინი. ისინი გამოიყურებიან როგორც მოშვებულნი და დამარცხებულნი. დამარცხებული ლობსტერი ფიზიკურად იცვლება. მისი მოძრაობა შენელებულია და ის თავს აჩვენებს უსუსურად, რათა თავიდან აიცილოს შეტევა. პეტერსონი ხაზს უსვამს ერთ გამაუგნებელ ექსპერიმენტს. თუ დამარცხებულ ლობსტერს მივცემთ ანტიდეპრესანტს, ის ხელოვნურად გაზრდის სეროტონინის დონეს. ლობსტერი, რომელიც ამის წინ დამარცხებული იყო, პოზას იცვლის. ის მაღლად დგება, ხდება თავდაჯერებული და ხელახლა იწყებს ბრძოლას იერარქიაში დომინანტობისთვის. ეს არის ნეიროქიმიის უშუალო გავლენა ქცევაზე. ადამიანებთან მიმართებით პარალელის გავლება შესაძლებელია. ჩვენს ტვინში სეროტონინი ასოცირდება სტატუსთან, თავდაჯერებულობასთან და სოციალურ აღიარებასთან. როდესაც წელში გამართულით გახართ, თქვენ სასიცოცხლო სიგნალს აძლევთ ნერვულ სისტემას. ეს პოზა აუწყებს თქვენს ტვინს, რომ ხართ ქმედითი და ძლიერი. ის ზრდის თქვენში სეროტონინის დონეს და ამცირებს შფოთვას. მოშვებული და მოდუნებული პოზა კი იწვევს საპირისპირო ციკლს. ის ამძაფრებს შფოთვას და გრძნობებს, რომ ხართ დამარცხებული. თქვენი სხეული ასრულებს ბიოქიმიურ ბრძანებას. პოზის შეცვლით თქვენ ცვლით საკუთარ თავს, მოლეკულურ დონეზეც კი. წელში გამართულა დგომა ნიშნავს არსებობის ტვირთის ნებაყოფლობით მიღებას. ეს არის გამბედაობის აქტი, გარდაუვალი ტანჯვის პირისპირ. არსებობა ხასიათდება სიძნელეებით, ტრაგედიით და საკუთარი მოკვდავობის ცოდნით. სწორად დგომა ნიშნავს, რომ აღიარებთ ქაოსს. თქვენ ამბობთ, დიახ, მე ვაღიარებ ცხოვრების აშინელ, ტანჯვით სავსე ბუნებას და მამაცურად შევხვდები მას. რა თქმა უნდა, მხოლოდ ფიზიკური პოზით ან წელში გამართვის გარეგნული ხარისხით მსჯელობა ამ თემაზე ზედაპირულია, მაგრამ აუცილებელია შინაგანი განწყობის შექმნა, რომელიც გვანიჭებს სიმტკიცესა და მოქნილობას. ეს შინაგანი სიმტკიცე ღვთის ბრძოლის უნარიანს და აუცილებელია ყოველდღიური სიზნელეების წარმატებით გადასალახად. საბოლოოდ, ადამიანისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ იყოს მხნე, მამაცი და ღირსეული. თუმცა, ეს წესი არ უნდა გავიგოთ ისე, თითქოს ქედმაღლურ ან ამპარტავნულ განწყობის შექმნას ნიშნავდეს სხვა ადამიანების მიმართ. პირიქით, ჭეშმარიტი ღირსება თავმდაბლობასა და ურთიერთპატივისცემაში გამოიხატება. წესი მეორე: მოეპყარი შენს თავს ისე, როგორც ადამიანს,
რომელსაც თქვენი დახმარება სჭირდება. ეს წესი უპირისპირდება მძაფრ და მტკივნეულ ადამიანურ პარადოქსს. ხშირად ჩვენ უფრო ყურადღებიანები ვართ სხვების მიმართ, ვიდრე საკუთარი თავისადმი. ზედმიწევნით ვასრულებთ მედიკამენტების მიღების განრიგს მეგობრისთვის ან თუნდაც საყვარელი შინაური ცხოველისთვის. მაგრამ უგულებელს ყოფთ საკუთარ დანიშნულებებს. გადავდებთ აუცილებელ ექიმთან ვიზიტებს ან საბოტაჟს უწყობთ საკუთარ ჯანმრთელობასა და კარიერას. პეტერსონი ამ ფენომენს ღრმა ფსიქოლოგიურ ფესვებს უკავშირებს. კერძოდ, ადამიანის მორალური ნაკლის შეგნებას. რადგანაც ვიცნობთ ჩვენს ნაკლოვანებებს და უარყოფით მხარეებს, ამის გამო გვაქვს ქვეცნობიერი რწმენა, რომ არ ვართ ზრუნვის ღირსნი. პირიქით, თითქოს ვიმსახურებთ დასჯას ან უგულებელ ყოფას და შესაბამისად თვითდაზიანებას ვეწევით ამ უარყოფითი თვითშეფასების დასადასტურებლად. თვითზიზღის დასაძლევად საჭიროა შეცვალოთ პერსპექტივა. თქვენ უნდა შეხედოთ საკუთარ თავს, არა როგორც უბრალოდ საკუთრებას, რომელსაც შეიძლება უყურადღებოდ მოეპყროთ, არამედ როგორც უდიდესი მნიშვნელობის ფასდაუდებელ საჩუქარს. თქვენ არ ხართ განცალკევებული ერთეული, არამედ წარმოადგენთ ოჯახის და საზოგადოების ნაწილს და ასევე ხართ თქვენი და ნაწილობრივ მაინც სხვების მომავლის გამსაზღვრელიც. ეს არის მეურვეობის პრინციპი. თქვენი სიცოცხლე არ არის მხოლოდ თქვენი საკუთრება. ეს არის რესურსი, რომელიც უნდა იყოს გაკულტივირებული და დაცული, რათა შეასრულოთ მორალური ვალდებულებები მსოფლიოს წინაშე. საკუთარ თავზე ზრუნვა არ არის ეგოისტური, განსაკუთრებით როდესაც გსურთ ფიზიკურად და სულიერად გაჯანსაღება. ეს არის კომპეტენტურობის წინაპირობა. მხოლოდ საკუთარი თავის გაუმჯობესებით შეგიძლიათ გახდეთ სტაბილური საყრდენი, რომელიც აუცილებელია სხვების მხარდასაჭერად, როდესაც ქაოსი დადგება. ამგვარად, თქვენ ირჩევთ გრძელვადიან კეთილდღეობას და უარს ამბობთ მომენტალურ სიამოვნებაზე და არ არიდებთ თავს სიძნელეებს. თქვენ ხდებით არამხოლოდ საკუთარი თავის მომვლელი, არამედ საიმედო მოკავშირე და პარტნიორი თქვენი მომავალი მესთვის. წესი მესამე. დაუმეგობრდი ადამიანებს, რომლებსაც ჩვენთვის საუკეთესო უნდათ. ეს წესი ეხება ნეგატიურ გარემოსა და გავლენის გადამდებელ დამანგრეველ ძალას. ადამიანები, რომლებსაც არ სურთ თქვენი წინსვლა, ან რომლებიც ცინიკურად არიან განწყობილნი საკუთარი პერსპექტივების მიმართ, გარდაულად შეეცდებიან თქვენს დაბრკოლებას. ეს სულაც არ არის შეგნებული ბოროტება. ეს ხშირად განპირობებულია წყენით და საკუთარი დესტრუქციული სტაგნაციის ნორმალიზების საჭიროებით. თქვენი წინსვლა არის მტკივნეული ბრალდება მათი ნებაყოფლობითი წარუმატებლობის მიმართ. გარემოცვა ცინიკური, გულგატეხილი ან დესტრუქციული ინდივიდებით არის მორალური არჩევანი. ეს არის მარტივი, დამამშვიდებელი გზა გაზიარებული წარუმატებლობისკენ და თავის არიდება ნამდვილი თვითგანვითარების მძიმე შრომისთვის. ჭეშმარიტი მეგობრები არ არიან მხოლოდ ის ადამიანები, ვისთანაც თქვენ იზიარებთ საერთო ისტორიებს ან ნაცნობობას. ჭეშმარიტი მეგობრები არიან ისინი, ვინც ნამდვილად ზეიმობენ თქვენს წარმატებას, გიწესებენ უფრო მაღალ სტანდარტს, ვიდრე შეიძლება საკუთარ თავს დაუწესოთ. და არიან ადამიანები, რომელთა გავლენა და კომპეტენტურობა გიბიძგებთ, რომ განვითარდეთ. კარგი კომპანიის ზებნას და შენარჩუნებას მორალური გამბედაობა სჭირდება, რადგან ეს მოითხოვს, რომ თქვენც გახდეთ უკეთესი, უფრო სათნო ადამიანი. გამბედაობა განსაკუთრებით აუცილებელია მაშინ, თუ კი იმყოფებით ისეთ გარემოში, რომელიც თქვენზე უარყოფითად მოქმედებს. ამ გარემოდან თავის დაღწევის მცდელობისას თქვენ მოგიწევთ იმ ადამიანების გულისკენა ან წყენინება, რომლებსაც არ სურთ განვითარება და საკუთარ თავზე მუშაობა. საბოლოოდ, საჭიროა მტკივნეული, მაგრამ აუცილებელი საზღვრების დაწესება. ამ წესში არ იგულისხმება, რომ დაიმეგობროთ მაინც და მაინც სუპერწარმატებული ან მაღალი შემოსავლის მქონე ადამიანები. არამედ, მნიშვნელოვანია, თქვენს გარშემო იყვნენ ისეთი პიროვნებები, რომლებიც არიან პატიოსნები, მოტივირებულნი და მისაბაძნი. ეს შეესაბამება ძველ ბერძნულ, განსაკუთრებით არისტოტელესეულ კონცეფციას მეგობრობაზე. მეგობრობის უმაღლესი ფორმა არსებობს მხოლოდ კარგ ადამიანებს შორის, რომლებიც იზიარებენ სათნოების ძიებას, რაც აძლიერებს ორივეს. წესი მეოთხე. შეადარე შენი თავი იმას,
ვინც გუშინ იყავი და არა იმას, ვინც სხვა დღეს. ეს წესი გვთავაზობს ძლიერ ფსიქოლოგიურ გათავისუფლებას თანამედროვე ცხოვრების დამამცირებელი მდგომარეობისგან. სოციალური მედიის და არაგულწრფელი სრულყოფილების ეპოქაში ჩვენ მუდმივად ხვდებით სხვების საუკეთესო მომენტებს და ვადარებთ ჩვენს ხშირად წარუმატებელ, არეულ ცხოვრებას, სხვის გაპრიალებულ, გარეგან პროექციას. ეს არის არასაჭირო სირცხვილისა და ტოქსიკური წყენის ფორმულა. ამგვარი შედარება არის ხაფანგი, რადგან, როდესაც სხვებს უყურებთ, თქვენ ხედავთ მხოლოდ იმ მხარეს, რომელიც მათ აირჩიეს რომ გაჩვენოთ. და რა თქმა უნდა, არაფერი იცით სხვისი ნამდვილი, კომპლექსური ცხოვრების შესახებ. თქვენ მხოლოდ კარგად მოპირკეთებულ ფასადს ან იდეალურად კურირებულ ცხოვრებას უყურებთ, რაც სრულიად არარეალურია. ერთადერთი ვალიდური, ფსიქოლოგიურად ჯანსაღი შედარება არის თქვენს ამჟამინდელ თავსა და თქვენს ყოფილ თავს შორის. ფოკუსი უნდა იყოს ინკრემენტულ, მცირე, ყოველდღიურ გაუმჯობესებაზე. თქვენ უნდა გამოავლინოთ უმცირესი, ყველაზე კონკრეტული პრობლემა, რომლის გამოსწორებაც შეგიძლიათ ახლავე. მოუწესრიგებელი უჯრა, იგნორირებული ელფოსტა, მცირე ყოველდღიური პროკრასტინაცია. შეებრძოლეთ ამ საკითხებს ფოკუსირებული. ეს მცირე, მიღწევადი გამარჯვებები აშენებს თვითნდობას, იმპულს და შინაგანი კონტროლის ადგილს. ეს პრაქტიკა გაიძულებთ, შეხვდეთ საკუთარ უნიკალურ პოტენციალს და შეზღუდვებს თავმდაბლობით. ის უარყოფს გარედან მოტანილ, ხშირად ხელოვნურ სტანდარტებზე დაფუძნებულ, დამამძიმებელ სულიერ დამბლას. თქვენი უნიკალური ცხოვრების მიზანი, თქვენი ნამდვილი ბედი, მხოლოდ თქვენ გეკუთვნით. სწორედ ამიტომ, მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ გაზომოთ მისი მთლიანობა და პროგრესი. ეს იყენებს დაუფლების და ნაკადის მდგომარეობის კონცეფციას. მცირე, მიღწევადი მიზნების ძიება იწვევს კომპეტენტურობისა და მოქმედების განცდას, რაც გაცილებით უფრო სტაბილურია, ვიდრე მიუღწეველი, გარედან განსაზღვრული მიზნების დევნა. წესი მეხუთე. არ მისცეთ თქვენ შვილებს უფლება აკეთონ ის, რის გამოც ისინი არ მოგეწონებათ. ეს არის ალბათ ყველაზე რთული და კულტურის საწინააღმდეგო წესი, რომელიც ამტკიცებს სტრუქტურირებული, ეფექტური მშობლის დისციპლინის აუცილებლობას. ბავშვები იბადებიან როგორც ნედლი, ძლიერი და ხშირად სასიამოვნო ქაოსის ძალები. მათ სჭირდებათ ფრთხილი სოციალიზაცია, რათა ინტეგრირდნენ კულტურისა და საზოგადოების აუცილებელ სტრუქტურაში. მშობლები არ არიან მხოლოდ უპირობო სიყვარულის წყაროები. ისინი არიან ბავშვის პირველი, უმნიშვნელოვანესი პიროვნებები გარე სამყაროსთან დასაკავშირებლად. თუ ბავშვის ქცევა გულწრფელად, უსიამოვნოა მოსიყვარულე მშობლისთვის, ის აბსოლუტურად უარყოფილი იქნება გარე სამყაროს მიერ. ნათელი, პროგნოზირებადი და ადამიანური საზღვრების დადგენის ვერშესრულება არის მშობლის უპასუხისმგებლობისა და სისასტიკის აქტი. ეს არსებითად განსწირავს ბავშვს სოციალური იზოლაციისთვის, მარტოობისთვის და წარუმატებლობისთვის მოგვიანებით ცხოვრებაში. ეს მორალური უგულებელყოფის ფორმაა. ეფექტური დისციპლინა არ არის რისხვა და დასჯა. ეს არის პროგნოზირებადი საზღვრების თანმიმდევრულად და ნათლად დადგენა. ეს სტრუქტურა უზრუნველყოფს გადამწყვეტ, სტაბილურ კონტეინერს ბავშვის ემოციური და ფსიქოლოგიური განვითარებისთვის. ის მათ ასწავლის სოციალური თამაშის აუცილებელ წესებს. პეტერსონი ხაზს უსვამს, რომ მშობლებმა ორმაგი როლი უნდა შეასრულონ. იმოქმედონ როგორც ბუნებამ, უპირობო სიყვარულისა და აღზრდის უზრუნველყოფით და როგორც კულტურამ, სტრუქტურირებული კორექტირებითა და მორალური ხელმძღვანელობით. ბავშვი, რომელიც თანაბრად არ მოსწონს თანატოლებს და უფროსებს, იზრდება ნაწყენ, გაუცხოებულ და ხშირად არაადაპტირებულს დასრულად. ცენტრალური გზავნილია. სიყვარული ნიშნავს ბავშვის ხელმძღვანელობას კომპეტენტურობისა და მორალური ხასიათისკენ, რომელიც მათ დასჭირდებათ ავტონომიურად წინსვლისთვის. ეს ნიშნავს, რომ მიაწოდოთ მათ აუცილებელი ინსტრუმენტები და არა მხოლოდ კომფორტი, რათა წარმატებით შეხვდნენ სამყაროს. პეტერსონი ამტკიცებს, რომ მშობლებმა უნდა გამოიყენონ მხოლოდ მინიმალური საჭირო ძალა. ხშირად საკმარისია მხოლოდ უკმაყოფილო მზერა ან ხმის ტონი საზღვრების ეფექტურად დასადგენად. საუბარი და ყურადღებიანი მოპყრობა წარმოადგენს ბავშვის ქცევის ფორმირების უმთავრეს
და ყველაზე ძლიერ საშუალებას. ბავშვმა უნდა გაიგოს, რომ დადებით ქცევას ყოველთვის მოსდევს მშობლის დადებითი, სტრუქტურირებული პასუხი. ამავდროულად, უმნიშვნელოვანესია თავიდან იქნეს აცილებული წყენა, ვერბალური აგრესია და ბავშვის იგნორირება, რადგან ეს მეთოდები ქმნის შიშს, მტრობას და წარმოადგენს დისციპლინის არაეფექტურ, დამაზიანებელ გზას. წესი მე-6. მოაწესრიგე შენი სახლის სრულყოფილად, სანამ სამყაროს გააკრიტიკებ. ეს წესი არის პირადი, ეთიკური პასუხისმგებლობის ღრმა, შეუვალი მოთხოვნა. ის ცნობს პროექციის ფსიქოლოგიურ მექანიზმს, ადვილია დაინახო ნაკლოვანებები და უსამართლობა გარე სამყაროში, მაგრამ ბევრად უფრო რთულია ობიექტურად შეხედო საკუთარ ცხოვრებას და იპოვო ნაკლი. როდესაც უბედური ხარ, ჩნდება ცდუნება დაადანაშაულო სამყარო, სისტემა ან სხვები. ეს წესი გაიძულებს შეაჩერო გარე სამყაროსკენ მიმართული მზერა და მოატრიალო შენსკენ. სანამ შეეცდები გლობალური სისტემების გამოსწორებას ან ცივილიზაციის ღრმა ნაკლოვანებების კრიტიკას, შენ უნდა მოაწესრიგო შენი საკუთარი თავი. დაუსვი შენს თავს მტკივნეული კითხვები. ცხოვრობ თუ არა ჭეშმარიტად? ხარჯავ თუ არა შენს ძვირფას დროს დესტრუქციულ ჩვევებზე? ატყუებ თუ არა შენს ცოლს, შენს უფროს ან საკუთარ თავს? არის თუ არა შენი პირადი ცხოვრება ქაოსის და შეუსრულებელი დაპირებების კრებული? თუ შენი პირადი ცხოვრება ხასიათდება თავის არიდებით, უწესრიგობით და ნახევრად სიმართლით, შენი განსჯა სამყაროს მიმართ არის არსებითად შებილწული და საეჭვო. შენ სავარაუდოდ პროექციას უკეთებ შენ შინაგან ქაოსს და წყენას გარე სამყაროზე. შინაგანი არეულობით სავსე ცხოვრება იწვევს ცინიზმს და მორალურ სიზარმაცეს. სამყაროს გაუმჯობესების ყველაზე პრაქტიკული, ეფექტური და ეთიკურად გამართლებული გზა არის არასხვების კრიტიკა, არამედ პირველ რიგში საკუთარი თავის გაუმჯობესება. დაიწყეთ მცირე, გამაღიზიანებელი და უკვე ცნობილი შეცდომების გამოსწორებით, რაც თქვენს უშუალო ცხოვრებაში არსებობს. ეს შეიძლება იყოს არეულობა თქვენს სივრცეში, გაცდენილი შეხვედრები, ან თუნდაც მცირე, უწყინარი ტყუილი. საჭიროა, რომ ისინი მიზანმიმართული ყურადღებით დაუყოვნებლივ გამოასწოროთ. მხოლოდ ინდივიდუალური წესრიგის, პატიოსნების და კომპეტენტურობის მყარი საფუძვლიდან შეიძლება გამოვიდეს აზრიანი, პოზიტიური და არა ტირანული ცვლილება ფართო სამყაროში. წინააღმდეგ შემთხვევაში შენ ხარ უბრალოდ ქაოტური ძალა, რომელიც ცდილობს ერთი გატეხილი სისტემა მეორეთი შეცვალოს. ეს კონცეფცია იმეორებს მითოლოგიურ მოთხოვნას, რომ გმირმა ჯერ საკუთარი ღირსება უნდა დაამტკიცოს, სანამ დრაკონს დაუპირისპირდება. ის მორალურად მთლიანი უნდა იყოს, ვიდრე კორუფციაზე ან გარე სამყაროს მანკიერებებზე გაილაშქრებს. წესი მე-7. ეძიე ის, რასაც მნიშვნელობა აქვს და არა ის, რაც ხელსაყრელია. ეს არის წიგნის ცენტრალური, ეგზისტენციალური და ეთიკური გამოწვევა, რომელიც განასხვავებს ორ ძირითად გზას. ხელსაყრელობა არის მოკლევადიანი ტყუილის გზა, მარტივი არჩევანი და დაუყოვნებლივ სასიამოვნო ქმედება. ეს არის ის, რაც კეთდება მარტივად, ახლო ხედვით და შექმნილია დაუყოვნებლივი ტკივილის თავიდან ასაცილებლად. ის იწვევს ცარიელ, არასტაბილურ და საბოლოოდ უაზრო არსებობას. მნიშვნელობა პირიქით ხვდება შეწირვის, პასუხისმგებლობის და უმაღლესი შესაძლო მიზნის ნებაყოფლობით მიღებაში. ეს ხშირად ნიშნავს სასიამოვნო გზნობისგან თავის არიდებას უფრო მაღალი, სრულყოფილი სიკეთისთვის. მნიშვნელობის ძიება არის ტანჯვის გარდაუვალი ფაქტის აუცილებელი ანტიდოტი. აზრიანი ცხოვრება არის ის, რომელიც სტრუქტურირებულია მიზნით და იმდენად ღრმა, რომ ამართლებს ტრაგედიას არსებობისას. ეს არის შეგნებული გადაწყვეტილება, რომ იცხოვრო ჭეშმარიტად და სათნოდ. მაშინაც კი, როდესაც ეს არჩევანი ტკივნეულ სირთულეს უკავშირდება. პეტერსონი ამ იდეას შეწირვის არქეტიპს უკავშირებს. ეს არის ბიბლიური კონცეფცია, რომლის მიხედვითაც აწმყოს ნაწილის, ეგრეთ წოდებული პირველი ნაყოფის შეწირვა უზრუნველყოფს უფრო უსაფრთხო, ნაყოფიერ და უკეთეს მომავალს.
სწორედ ეს შეწირვა წარმოადგენს მნიშვნელობის შემეცნების მთავარ მექანიზმს. ამ პრაქტიკას სჭირდება ღრმა რწმენა, როგორც მომავლის ღირებულებაში, ასევე სიმართლის უძლეველ ძალაში. ჭეშმარიტი, ღრმა მნიშვნელობა ყოველთვის წარმოიქმნება წესრიგსა და ქაოს შორის არსებულ დინამიურ ზღვარზე. ეს არის ის გრძნობა, რომელიც მაშინ ჩნდება, როდესაც თქვენ სრულიად ხართ ჩართული პროცესში და კომპეტენტურად შეგაქვთ ახალი, აუცილებელი წესრიგი ქაოსის ნედლი პოტენციალიდან. სწორედ ეს პოზიცია, ქაოსის გადამუშავება წესრიგად, წარმოადგენს გმირული ცხოვრების უმთავრეს განმარტებას. მნიშვნელობის უარყოფა მხოლოდ მომენტალური ხელსაყრელობის ან კომფორტის გამო ფაქტობრივად ბოროტების უმარტივესი განმარტებაა. ეს არის არჩევანი, რომ შეამსუბუქო საკუთარი ტანჯვა და დისკომფორტი ახლა, სანაცვლოდ მომავალში უფრო მეტი ტანჯვის მიღებისა და სხვებისთვის ზიანის მიყენების ხარჯზე. ეს ნიშნავს, რომ უარს ამბობთ ღირებულებებზე და ერჩევთ მოკლევადიან, ეგოისტურ შვებას, რაც საბოლოოდ კორუფციას იწვევს. წესი მერვე, თქვი სიმართლე, ან ყოველ შემთხვევაში, ნუ მოიტყუები. ტყუილი არის თვითსაბოტაჟის ყველაზე დესტრუქციული და ძლიერი ფორმა, რომელიც შეიძლება ადამიანმა ჩაიდინოს. მცირე ტყუილები, რომლებიც თანმიმდევრულად მეორდება, გროვდება და ფატალურად ამახინჯებს თქვენს რეალობის აღქმას. თქვენ სიტყვასიტყვით აშენებთ ყალბ სამყაროს, თქვენს გარშემო, რომელიც დაფუძნებულია თვითმოტყუებაზე. საბოლოოდ, საკუთარ თავს ტოვებთ სამყაროში, ეფექტურად ნავიგაციის უნარის გარეშე, რადგანაც სისტემატურად გააფუჭეთ თქვენი რეალობის აღქმის შინაგანი ინსტრუმენტები. სიმართლეში ცხოვრება ნიშნავს ზუსტ, დისციპლინირებულ შესაბამისობას თქვენს ღრმა სინდისთან და მკაფიო მიზანთან. ეს ნიშნავს ზუსტად იმის თქმას, რისიც ნამდვილად გჯერათ, რა გსურთ და ვინ ხართ, შედეგების მიუხედავად. სიმართლე აწესრიგებს და ასტაბილურებს თქვენს სამყაროს. ტყუილი და დეზინფორმაციით მანიპულირება არის არამხოლოდ გარშემომყოფებთან, არამედ საკუთარ მომავალ ვერსიასთან ბრძოლა. თქვენი დღევანდელი და მომავალი მე ერთი და იგივე პიროვნებაა. როდესაც ირჩევთ ტყუილს, თქვენ ანადგურებთ ნდობას, რომელიც აუცილებელია ჯანსაღი და საიმედო კავშირების შესანარჩუნებლად სხვა ადამიანებთან. შედეგად, იზღუდებით, კარგავთ მხარდაჭერას და საკუთარ თავს მარტოობისა და ქაოსისკენ უბიძგებთ. სიმართლის თქმა არის რეალობის დრაკონთან საბოლოო, აუცილებელი დაპირისპირება. ის ხშირად საშინელია და მოითხოვს მზადყოფნას, გაუძლოთ მოკლევადიან ტკივილს, კონფლიქტს და დანაკარგს გრძელვადიანი სტაბილურობისა და ნამდვილი არსებობისთვის. ეს გამბედაობა აშენებს იმ ხასიათს, რომელიც საჭიროა ცხოვრების სიმძიმის ასატანად. წესი მეცხრე, დაუშვი, რომ ადამიანმა, რომელსაც უსმე, შეიძლება რაღაც იცოდეს, რაც შენ არ იცი. ეს წესი არის ღრმა, შეუვალი ინსტრუქცია ინტელექტუალური და პირადი თავმდაბლობისთვის. უმეტეს საუბრებში ჩვენ უსმენთ მხოლოდ ჩვენი შემდეგი პასუხის ფორმულირებისთვის. ჩვენ განვიხილავთ დისკუსიას, როგორც მოსაგებ დებატს და არა როგორც ნამდვილ ძიებას. ამით ჩვენ ვერ ვახერხებთ ჭეშმარიტად შევიცნოთ სხვა ადამიანის პერსპექტივა. ყოველი ადამიანი ფლობს სამყაროს აღქმის უნიკალურ გზას და თვალსაზრისს. ეს განსაკუთრებული ხედვა მთელი ცხოვრების გამოცდილებით, გადატანილი ტანჯვით და ინდივიდუალური სიბრძნით არის ნაკარნახევი. სწორედ ამიტომ, თუ თქვენ უსმენთ სხვას გულწრფელი, სტრუქტურირებული და ღია დამოკიდებულებით, თქვენ ყოველთვის შეძლებთ ისწავლოთ რაღაც ახალი. იმის დაშვება, რომ ადამიანმა, რომელსაც უსმენთ, შეიძლება რაღაც იცოდეს, რაც თქვენ არ იცით, არის წინაპირობა ნამდვილი დიალოგისთვის, რაც არის გზა სიმართლისკენ და გაზიარებული წესრიგის გაფართოებისკენ. ჭეშმარიტი მოსმენა არ არის პასიური, ეს აქტიური და შემეცნებითი პროცესია. ის არა მხოლოდ ხელს უწყობს გაგებას, არამედ აზუსტებს თქვენ საკუთარ აზრებს. როდესაც ნამდვილად უსმენთ სხვა ადამიანის გამოთქმულ იდეებს, მისი მეტყველება გაიძულებთ, მოაწყოთ და ნათლად გამოხატოთ საკუთარი იდეების საპასუხოდ. ეს დინამიკა იწვევს თვითკორექციას
და მასიურ ფსიქოლოგიურ ზრდას. ეს წესი მოითხოვს, რომ თქვენ მიუახლოვდეთ ყოველ საუბარს დამწყების გონებით. თავმდაბლობის ეს პოზა არის სიბრძნის ძლიერი კატალიზატორი, რომელიც ბევრად აღემატება წინასწარ ჩამოყალიბებული მოსაზრებების უბრალო მტკიცებას. ეს წესი პირდაპირ განასახიერებს სოკრატესეულ მეთოდს, რომლის მთავარი არსიც ცოდნის მუდმივი ძიებაა. ამ მეთოდში კითხვის პროცესი არ არის შექმნილი იმისთვის, რომ წინასწარ არსებული პოზიცია ან თვალსაზრისი დაამტკიცოს, არამედ იმისთვის, რომ გულწრფელად იქმნეს შესწავლილი როგორც საკუთარი, ისე სხვისი ცოდნის საზღვრები. სოკრატეს მსგავსად, პეტერსონი გვეუბნება, რომ დიალოგის მიზანი არ არის გამარჯვება, არამედ საკუთარ თავში არსებული შეცდომებისა და უცოდინარობის აღმოჩენა და მათი დაძლევა. წესი მეათე. იყავი ზუსტი შენს მეტყველებაში. ბუნდოვანება, ემოციური განზოგადებები და ვერბალური თავის არიდება არის მექანიზმები, რომლებიც საშუალებას აძლევს შინაგან და გარე პრობლემებს გამწვავდეს და გაიზარდოს შეუმჩნევლად სიბნელეში. ისინი საშუალებას აძლევენ არტიკულაციის ქაოსს, მართოს თქვენი ფსიქოლოგიური და მატერიალური ცხოვრება. ეს წესი მოითხოვს ნათელ, ზუსტ და ემოციურად მკაცრ თვითგამოხატვას. სანამ პრობლემა რჩება განუსაზღვრელი და გონებრივ ნისლშია გახვეული, მისი გადაწყვეტა შეუძლებელია. ამიტომ თქვენ ნათლად და ზუსტად უნდა გამოხატოთ, რა არის არასწორი. ამგვარ მეტყველებას ამოაქვს პრობლემა ქაოსის უზარმაზარი და მრთგუნველი ნისლიდან, ის რთულ, პარალიზებულ საკითხს გარდაქმნის ნათელ, კონკრეტულ სამიზნედ ქმედებისთვის. ეს არის ინტელექტუალური და მორალური სიმკაცრის მოწოდება. ის მოითხოვს, რომ ზუსტად იცოდეთ რა გსურთ, რისი გეშინიათ და რას აკეთებთ სამყაროში. თქვენ უნდა განსაზღვროთ თქვენი ტერმინები, მიზნები და შეზღუდვები, რათა შეძლოთ ეფექტურად მოქმედება. მეტყველების მკაფიოება პირდაპირ მიუთითებს აზრის სიცხადისა და საბოლოო მიზნის სისრულეზე. ეს ლინგვისტური სიზუსტე არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გმირული იარაღი, უცნობის ტირანიისა და ქაოსის წინააღმდეგ. როდესაც ასე საუბრობთ, თქვენ ეფექტურად ავლებთ ზღვარს, თქვენ სურვილებსა და რეალობას შორის. პეტერსონი ეყრდნობა იმ აზრს, რომ ადამიანის ენა და ცნობიერება არის ჩვენი ძირითადი ინსტრუმენტები ქაოსის წესრიგად გარდაქმნისთვის. ზუსტად საუბარი ნიშნავს თქვენი უმაღლესი ადამიანური შესაძლებლობების გამოყენებას რეალობის სამსახურში. წესი მე-11. ნუ შეაწუხებთ ბავშვებს, როდესაც ისინი სკეიტბორდით არიან დაკავებულები. ეს წესი იცავს რისკზე წასვლის და კომპეტენტურობის განვითარების აუცილებელ პროცესს. ეს არის ალბათ პეტერსონის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული კრიტიკა. ბავშვები, განსაკუთრებით კი ბიჭები, უნდა შეეჯახონ გონივრულ, მართვად საფრთხეს და გამოიკვლიონ თავიანთი შესაძლებლობების საზღვრები, რათა ისწავლონ მოქნილობა. ზედმეტი, დამცავი სიფრთხილე არის მძიმე მორალური შეცდომა. ის ხელს უშლის ბავშვს გაიგოს მიზეს შედეგობრივი კავშირის გადამწყვეტი გაკვეთილი, რომელიც ასწავლის მათ დაცემას, ტკივილის დამუშავებას და რაც მთავარია, წამოდგომის პროცესს. სამყარო, რომელიც ზედმეტად უსაფრთხოა, ქმნის მოქალაქეებს, რომლებიც მოუმზადებელნი არიან რეალობის გარდაუვალი სიმკაცრისთვის, რაც იწვევს სისუსტეს, შფოთვას და დამამცირებელ დამოკიდებულებას. სკეიტბორდინგი ან ნებისმიერი რთული ფიზიკური აქტივობა არის გამოწვევასთან ნებაყოფლობითი დაპირისპირების მეტაფორა. ის ასწავლის დაუფლებას. ბავშვი უნდა შეხვდეს რთულ, რეალურ ამოცანას, სადაც წარუმატებლობას აქვს რეალური შედეგები. ამ შიშის დაძლევის შედეგად ისინი აშენებენ ავტონომიურ კომპეტენტურობას. ბავშვის ნებაყოფლობით რისკთან ჩართვაში ჩარევა ნიშნავს მათ ინფანტილიზაციას, მათი გმირობის პოტენციალის შეკავებას. წესი ფუნქციონირებს, როგორც ღრმა კრიტიკა თანამედროვე ტენდენციის მიმართ, რომ შეაჩეროს ბუნებრივი, აგრესიული ცნობის მოყვარეობა და კვლევითი მიდრეკილება,
განსაკუთრებით ახალგაზრდა მამაკაცებში, რაც მათ ართმევს შესაძლებლობას გაიზარდონ თავდაჯერებულ, ქმედით უნარიან დამცველებად თავიანთი საზოგადოებისთვის. წესი მე-12. მოეფერე კატას, როცა ქუჩაში შეხვდები. ეს არის ყველაზე ნაზი, თუმცა ღრმად ფილოსოფიური წესი მთელ კრებულში. ეს არის საბოლოო, არსებითი ინსტრუქცია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გაუმკლავდეთ არსებობის მტანჯველ, ტრაგიკულ რეალობას. ცხოვრება განისაზღვრება ტკივილით, დანაკარგით, ავადმყოფობით და საბოლოოდ მოკვდავობით. დადგება დრო, როდესაც ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ, არის უშუალო ტანჯვის, ქაოსის ატანა და ლოდინი. ეს წესი ასწავლის მომენტალური შესვენების მარტივ, გამომსყიდველ ღირებულებას და სიკეთის ამოცნობის რადიკალურ არჩევანს. ამ კონტექსტში კატა არის წესრიგისა და სილამაზის მცირე, შემთხვევითი, წარმავალი მომენტის განსახიერება ქუჩის უზარმაზარ არეულობაში. ის არის მყიფე, არამტანჯველი არსებობის სიმბოლო. კატის მოფერება არის სიკეთის არჩევანის მცირე, ნებაყოფლობითი, შეგნებული აქტი გარემომცველი ბოროტებისა და ქაოსის წინააღმდეგ. ეს არის უბრალო, დაუყოვნებლივი შეფასება იმისა, რომ არსებობს რაღაც ლამაზი და უბნებელი. როდესაც ცხოვრების ქაოსი ხდება დამრტკუნველი, როდესაც სასოწარკვეთილების ნარატივი ახლოვდება, თქვენ უნდა შეაჩეროთ თქვენი გონების დესტრუქციული მექანიზმები. შეჩერდით და შეამჩნიეთ უშუალო წესრიგი და სილამაზე თქვენს წინაშე. აირჩიეთ, რომ ჩაერთოთ სასიამოვნო, გარდამავალ რეალობაში. ეს წესი არის გადამწყვეტი შეხსენება, რომ სასოწარკვეთილების, დანაკარგის და ტრაგედიის პირისპირაც კი სილამაზის დაფასების არჩევანი რჩება თქვენთვის ხელმისაწვდომი. ეს არის სიცოცხლის ფუნდამენტური, თუნდაც გარდამავალი, სიკეთის დადასტურება. ეს არის სულიერი მადლიერების და არსებითი ფსიქოლოგიური გადარჩენის აქტი. ეს არის წიგნის საბოლოო სინთეზი. თქვენ უნდა დადგეთ სწორად და შეხვდეთ საშინელ ტვირთს, მაგრამ თქვენ ასევე დროდადრო უნდა შეჩერდეთ, რათა ამოიცნოთ მომენტალური მადლი, რომელიც ამართლებს მთელ ბრძოლას. ჯორდან პეტერსონის ცხოვრების 12 წესი ბევრად მეტია, ვიდრე თვითდახმარების წიგნი. ეს არის მანიფესტი ეთიკური არსებობისთვის 21 საუკუნეში. ის გვაწვდის ყოვლისმომცველ, ფსიქოლოგიურ და ფილოსოფიურ ჩარჩოს, არსებობის უნივერსალურ ტრაგედიასა და სირთულეებთან დაპირისპირებისთვის. ამ ნაშრომის მუდმივი გავლენა მდგომარეობს მის ურყევ მოთხოვნაში ინდივიდუალური სუვერენიტეტისა და მორალური სიმკაცრის მიმართ. ძირითადი ფილოსოფიური გზავნილი არის რადიკალური პირადი პასუხისმგებლობის გადაუდებელი მოწოდება. პეტერსონი აკრიტიკებს თანამედროვე კულტურის ტენდენციას მსხვერპლად ყოფნის ნორმალიზაციისთვის. ის ამტკიცებს, რომ ეს გზა, საკუთარი აუცილებელი ტანჯვის უარყოფა, იწვევს მხოლოდ წყენას, სტაგნაციას და სხვების განადგურების სურვილს. წიგნის მუდმივი პოპულარობა აჩვენებს საზოგადოებრივ წყურვილს ამგვარი სერიოზული, არასენტიმენტალური ეთიკური ინსტრუქციის მიმართ. ის მიმართავს გმირულ სულს, რომელიც თვლემს ყველა ინდივიდში, სურვილს, რომ იყოს საკმარისად ძლიერი, რათა გაუძლოს ცხოვრების გარდაუვალ ტრაგედიებს და იმოქმედოს როგორც ძალამ, სიკეთისთვის საკუთარ ცხოვრებასა და საზოგადოებაში. საბოლოოდ, ცხოვრების 12 წესი არის სულიერი და ფსიქოლოგიური გეგმა ხასიათის ასაშენებლად. ეს არის გამოწვევა მკითხველისთვის, რომ შეწყვიტოს ზედაპირულად და ხელსაყრელად ცხოვრება და ამის ნაცვლად გახდეს კომპეტენტური, სიმართლის მოლაპარაკე საყრდენი, არსებობის ქაოტური ტალღების წინააღმდეგ. გმადლობთ, რომ შემოგვიერთდით ამ ღრმა კვლევაში ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი წიგნის შესახებ. თუ მოგეწონათ ვიდეო, გთხოვთ დააჭიროთ მოწონების ღილაკს, გამოიწეროთ არხი და გაგვიზიაროთ თქვენი აზრი კომენტარებში. მომავალ შეხვედრამდე.